რამდენიც არ უნდა მოგვაწონოს თავი საქართველოს de facto ხელისუფლებამ, რომ რომელიმე სოფლიო ინდექსში საქართველოს დაწინაურებული ქვეყანაა, ასე მაგალითად რაღაც doing business, ბიზნესის კეთება. ჯერ როგორ არის დაწინაურებული ეს ცალკე თემაა, რა კრიტერიუმებით არის დაწინაურებული, მაგრამ ოკეი. რამდენიც არ უნდა ითავმომწონოს საქართველოს de facto ხელისუფლებამ, რომ doing business-ში არის დაწინაურებული, ან რამდენიც არ უნდა თქვას, განაცხადოს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა იანვარ-თებერვალ-მარტში იყო 9.3 თვორცდები და მე უკვე რაღაც მარტიდან თუ აპრილში იყო რაღაც 9% თუ მარტში იყო 9%. ამ მნიშვნელობა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ამგვარ რამებზე, მაინც ვერსად წაუვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს სიტყვის თავისუფლების და მედიის თავისუფლების კუთხით სულ უფრო უკან და უკან იღებს. არ მინდა რომელიმე ქვეყანა დავასახელო ყოფილი საბჭოეთიდან, მაგრამ მაინც არ მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა, მაგალითად ავიღოთ ბელარუსი. მე არ ვიცი გულახდილად გეტყვით ლუკაშენკოს ქვეყნის ეკონომიკური წინსვლების თაობაზე პრაქტიკულად არაფერი. ანუ რამდენი პროცენტით იზრდება ბელარუსის ეკონომიკა თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ლუკაშენკოსაც შეუძლია თქვას, რომ იცით, ჩემთან ბიზნესი ან რომელიმე ცენტრალური აზიის რომელიმე სახელმწიფოს ლიდერსაც შეუძლია თქვას, რომ იცით რა, ჩემთან ეკონომიკა იზრდება ამდენი და ამდენი პროცენტითო. და საბოლოო ჯამში რა მნიშვნელობა აქვს ასე მაგალითად თურქმენეთში რამდენით იზრდება ეკონომიკა, რამდენი პროცენტით, მაგალითად 6%-ით, 7%-ით და რა მნიშვნელობა აქვს სიტყვის თუ არა ამას თურქმენეთის ლიდერი და შეედრება თუ არა რეგიონის სხვა ქვეყნებს და დაჯაბნის თუ არა, თუ თურქმენეთში ის ვითარება იქნება დემოკრატიის და მათ შორის მე გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების და მედიის თავისუფლების კუთხით, რა მდგომარეობაც ახლა არის იქ ხო კატასტროფაა დემოკრატიის კუთხით. მოდის ვიხდი მესამე ადგილიდან 114 ადგილზე გადაინაცვლა. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია მიზეზებად ასახელებს ჟურნალისტებზე ფიზიკურ ძალადობას და დრაკონულ კანონებს და კრიტიკული მედიის მიმართ განხორციელებულ ეკონომიკურ რეპრესიებს და პრინციპში ყველაფერს რაზეც ხო, ეხა ეს ფორმულადან იყო ესეთი აბონარიდით, ხო, გადაცებიდან ფრაგმენტი უფრო ზუსტი რომ ვიყო. რატომ დაიხია საქართველოს ისედაც ხო კატასტროფულ მდგომარეობაში იყო მეორე იყო თვას მე 100 თვას პირველი ხო და 114 თვას მე შრამიშულობა 100 ზემოთ არის 50-ეულში კი არის 80-ეულში კი არის 20-ეულში კი არის 27-ეულში კი არის 100 მე რაღაცია რატომ აქ ერთი ამბავია რასაკვირველია ერთი კონკრეტული ეპიზოდია მზია ამაღლობელის ეპიზოდი ამბავი და მეორეა საერთოდ რაც ხდება ქართულ მედიაში დღეს და ახლა ამ წუთებში მაგალითად იცით თქვენ რომ სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდებით ხას უსვავ ამას საქართველოს ხელისუფლებამ მოახჩო TV მთავარი აღარ არსებობს იყო არ მოსწონდა მაყურებლის მნიშვნელოვან ნაწილს ეზიზღებოდა კიდევ უფრო მცირე ნაწილს მაგრამ რაღაც ნაწილს ზოგს მოსწონდა უმრავლესობას მოსწონდა ერთი არ მოსწონდა მეორე ამ მნიშვნელობა ეს იყო თავისუფალი სიტყვის ერთ-ერთი ოაზისი ჩვენს ქვეყანაში 3-დან მეთქი ასე ვიტყვი და აღარ არსებობს TV პირველს ჩემს კოლეგებს და მეგობრებს გვარიანადან საკმაოდ უჭირს და TV პირველის ისევე როგორც ფორმულაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჰიბრიდული მეთოდებით საქართველოს de facto ხელისუფლება და პერსონალურად ბიზიდა ივანიშვილი აპირებს რომ მოახჩოს ჩვენი ეს დამოუკიდებელი ოაზისები დამოუკიდებელი ქართული მედიისა ეს ყველა მიცის ჩვენთანაც შიგნითაც და გარეთაც ყველა მიცის უბრალოდ სურვილი კოლექტიურ ქართულოცნებას გამობიძინებულებს ასაკვირველი აქვთ მწველი რომ როგორღაც დაასრულონ ამ ტაბლიაშვილის და მარტო ჩემზე ასხადი არ ვლაპარაკობ ხარ ასაკვირველია ტაბლიაშვილის თარგამაძის სანაიას ჟიჟილაშვილის იქით გრიგოლიას მიშველაძის მელაძის სხვათა ხმა მოახჩოს იანა ტრაპაიძის ყველას დასახელება შეიძლება როგორღაც შეგვეზღუდოს ჩვენ ტრიბუნა და როგორღაც გავიკემიდოთ ხმა რაღაცი ჩვენი ნებით ჩვენ ეს არ გავაკეთეთ დემოკრატიის თვალსაზრისით ეს უარყოფითი
უარყოფითი ნაბიჯია დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და ქვეყანაზე კარგად მეტყველებს აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობას როგორი ტიპის ქვეყანას აშენებს და პრაქტიკულად აშენა მეთქი ასე შეიძლება თქვა ბიზინა რუსმა ივანიშვილმა. მაგრამ ბიზინა ივანიშვილს ასე უნდა გითხრათ და ახლა უკვე სხვა თემაზე გადავდივარ ნელ-ნელა. ეს ყველაფერი რასაკვირველია არის ბიზინა ივანიშვილის რეპრესიული მანქანა რასაკვირველია, მაგრამ მაინც მოდი ასე ვიტყვი დროებითი ამბავი. იმიტომ რომ განუწყვეტლივ შეუჩერებლად ამოუსუნთქავად განაგრძოს ვინმემ და მათ შორის ივანიშვილმა ამ რეპრესიული მარწუხების მოჭერა პრაქტიკულად წარმოუდგენელია თავისუფლების მოყვარე საზოგადოებებში და საქართველოს საზოგადოება, ქართული საზოგადოება რასაკვირველია საბოლოო ჯამში მაინც თავისუფლების მოყვარია მიუხედავად იმისა რომ ზოგი გატეხეს უკვე, ზოგს გატეხავენ, ზოგს დაიმორჩილებენ, ზოგს გააქცევენ, გააქცულებენ უკაცრავად ამ მოგონილი სიტყვისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიახ, ყოველთვის დარჩება კრიტიკული რაოდენობა საზოგადოებისა ჩვენს ქვეყანაში კრიტიკული რაოდენობა, მე არ ვიცი 1000-ია, 7000 თუ 18447 არ იქნებ 180,000, რომელიც ამ ბიზინა ივანიშვილის რეჟიმს რაც რა უნდა უჭირდეს მას ამ საზოგადოებას ეთყვის არ შეეპუება და საერთოდ რევოლუციებს პირდაპირ მნიშვნელობით წაიკითხეთ თუ გნებავთ და თუ გნებავთ გადატანით მნიშვნელობით რევოლუციურ პროცესს აწყობს ყოველთვის უმცირესობა და არა უმრავლესობა. აი ის ახალგაზრდები აწყობენ ახლა უბრალოდ კადრის შემომხვდა, ხო? უკანონო პატიმრობის შემდეგ ლევან ზაზაძე თავისუფალია რუსთავი ველზგამზის დაკავება სახის იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა. ესენი ლევან ზაზაძე რომელიც არ ვიცნობ მე და მაღალი ალბათობით არც არასოდეს არ გავიცნობ, ან შეიძლება გავიცნო კიდეს, ისევე როგორც ის ბიჭები, რომლებიც არიან, რომლებიც ხედან საპატიმროში 50 სინდის 50 პატიმრებს გულისხმობ, ხო ისინი აწყობენ რევოლუციას, რევოლუციურ ცვლილებებს ახდენენ მეთქი. ახლა გადავდივარ მე სხვა თემაზე და მინდა ასე ავხსნა, ასე ჩამოვაყალიბო. ვის ეგონა 2022 წლის 24 თებერვალს, ვის ეგონა რომ 3 წელი და 3 თვე, ეხლა დღევანდელი მდგომარეობით და რეალურად გაცილებით მეტი გაუძლებდა და გაუძლებს უკრაინა მასირებულ შემოტევებს უკრაინიდან, მაგრამ რევოლუციური ამბავიც ის არის, რომ უკრაინამ არა თუ გაუძლებელი პრობლემა ჰქონდა განა არა, ბევრი პრობლემა ჰქონდა, ახლაც აქვს განა არა, სიკვდილია ამ ქვეყანაში, სიკვდილია დასადგურებული ამ ქვეყანაში, კლავენ ბავშვებს, მოხუცებს, იტაცებენ ბავშვებს, რომ მათი ეროვნება შეცვალოს პუტინმა, ამიტომაც არის პუტინი ბრალდადებული ჰააგის სასამართლოს მიერ იდენტობა წაუშალოს, უკრაინელობა მოუშალოს, მოურღვიოს და ასე შემდეგ. კატასტროფაშია უკრაინა, მაგრამ ვინ წარმოიდგენდა რომ 3 წელი და 3 თვე უკრაინა გაძლებდა, ანუ უმცირესობა, რაოდენობრივი უმცირესობა გაუძლებდა ესოდენ მასიურ შემოტევებს რუსეთის მხრიდან და უამრავი ამბის, უამრავი აღმართის გავლის, ხო, უამრავ მოსახვევში შეხვევისა და უამრავ მოლიპულ გზაზე სიარულის ხაფანგის დადების მიუხედავად, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობიდანაც, იმ თანამეგობრობიდან, რომელიც ხშირ შემთხვევაში და დღესაც გადაუწყვეტელი იყო, ვერ წყვეტდა, რომ უკრაინას დახმარებოდა ბოლომდე, ხო, უკრაინამ ახლა გაივაკა, ასე ვიტყვი და ის გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, როგორც სახელმწიფო, ხო, ვიდრე იყო 3.5 წლის წინ. და არის ახლა კიდე ერთი ამბავი ამ იმის დამადასტურებელი. პრეზიდენტი ტრამპიც კი, რომელიც 2 თვის წინ პრეზიდენტ ზელენსკის უწოდებდა დიქტატორს, მერე კი გადათქვა, მაგრამ მაინც, რომელიც ამბობდა, რომ 350 stupid president-მა ბაიდენი გულისხმობდა, ცხადია, გადმოგცა თქვენ 350 მილიარდიო ასასი არ იყო 350 არ გადაუცია, მაგრამ ახლა ამაზე არ ჩავყვეთ, არ ჩავუღრბავდეთ ამ საკითხს. Stupid president-მა გააკეთაო. თქვენო ვალი გაქვთ დასაბრუნებელიო. თქვენო ვერ გაიმარჯვებთო. ამასაც ეუბნებოდა 3 წელი თუ ეხლა არ დამთანხმდებით პირობებზე, სამშვიდობო პირობებზე. ნახეთ 3 წელიწადში როგორ დაინგრევა უკრაინაო. ტრამპმაც კი ზნეციცვალა
და ფერიც. და რატომ? იმიტომ რომ დიდოს სტატურად ითამაშა ერთის მხრივ ზელენსკიმ, ჩემი ხრბარწმენით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ გარდა ამისა ზელენსკი ვერ ითამაშებდა ვერანაირ დიდოს სტატურად თუ მას საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნებოდა საზოგადოების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ამათ ქართულ ოცნებას საზოგადოების კრიტიკული რაოდენობის მხარდაჭერა არა აქვთ. რაც არ უნდა ბევრი ამომრჩეველი დაიწერონ თუ ხავდეთ რეალურად, ახლა ამბობენ რომ 1,100,000 გვიჭერს მხარსო, ხო? დავუშვათ. მაგრამ ამ 1,100,000-იან თუ არ გამორეკეს წკეპლით მეთქი, ბოდიშ ვიხდი ამომრჩეველს, ასე უნდა ამომრჩეველზე ასე არ უნდა ლაპარაკობდე, მაგრამ მაინც თუ არ გამორეკეს, არ დაავალდებულეს 100,000 კაცი, 100,000 კაცი კი არა, 12,000 არ მიდის თავისინებით, თავისი ინიციატივით. 12,000 საცკი ეზანება ან არ უნდა რომ იდენტიფიცირებული იყოს ქართულ რუსულ ოცნებასთან. შესაბამისად, ფაკლი შემოიფაკლება, შემოიფაკლება, რასაკვირველია, მხარდაჭერა ქართული ოცნებისა. ხო და ეხლა რას ყვებოდი და ამერიკაზე ყვებოდი. ამერიკელებმა გადაწყვიტეს, როგორც იქნა ტრამპის ამერიკამ, სანქციების სამიზნე გახდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული გიგანტი გაზპრომი, ხო? ამასობაში გაზპრომი იქით, რაღაც ამბები აქეთ, ამერიკამ რაღაც 350 მილიონიანი ტრანში გამოყო, ევროპა ხო ადეკვატური და ადეკვატურია და ალბათ ტრამპმა თავისი ამ ამბივალენტური პოლიტიკით ერთგვარად გამოაფხიზლა კიდეც როგორც კონტინენტური ევროპა, ისე ბრიტანეთი. მაკრონი არის ლიდერი, მაგრამ მერციც გახდება ევროპის ლიდერი. იქ ადეკვატური ლიდერების მეტი რა არის, თუმცა არაადეკვატური მინიმუმ 2-ია. მინიმუმ კი არა, ოპტიმალურად 2-ია ორბანი და ფიცო. ევროკავშირი ისეთი არ იქნება, როგორ მოკლედ ამბები, ორომტრიალია, აჯაფსანდალია, რა ვიცი, ერთი ქვაბია, ხო, თუხთუხებს ეს ქვაბი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამასობაში ქართული ოცნების პოლიტიკურ ლიდერებზე და არა მხოლოდ პოლიტიკურ ლიდერებზე, არამედ აი ამ კლანის ეს ყველაფერი კლანია, ხო? ერთი მაგას მაფიოზური სინდიკატია, რომელიც შექმნა ბიზნესმენებმა, ამ კლანის კიდევ ერთ წევრს მიადგნენ. და ეს არის დიმიტრი გრიტიშვილი. გრიტიშვილი დიმიტრი. მიადგნენ და დაუსანქცირეს ოჯახის წევრებიც კი. და ეს დიმიტრი გრიტიშვილი თითქოს მართლა იყოს სამართლისა და სიმართლის მსახური, ხო, თითქოს თვალახვეული ის მოსამართლე იყოს, რომელიც ერთის მხრივ სამართალზე დაყრდობით და მეორეს მხრივ გულის კარდახით იღებს გადაწყვეტილებას სამართლიანს და სამართლებრივს, ხო, თითქოს იყოს ობიექტური მოსამართლე, ხო და აი ეს დიმიტრი გრიტიშვილი სწუხს. ალბათ ყველა სწუხს ეხა იქ, მაგრამ გრიტიშვილმა გამოიტანა ეს, აღმოხდა გრიტიშვილი. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ოჯახის წევრები რომ დაუსანქციეს ამაზე. განპირობებული გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით ბრიუსელში, ევროკავშირსა თუ სხვაგან, თუნდაც ჩვენი სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყნებში არსებობენ გარკვეული ძალები, რომელთათვისაც მიუღებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების კურსი. ვინ გეკითხება შენ, ჩვენ მოსამართლე კაც, ვითომ მოსამართლე კაც, მანტია მოსხმულ კაც, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კურსის თაობაზე რას აკეთებ განცხადებს. სწორედ და აი ხონდა მიხვდე, ხო? ამგვარ განცხადებებს რომ აკეთებ, სწორედ ეს არის განმაპირობებელი, ესეც არის განმაპირობებელი, რომ შენ ოჯახის წევრების დაასანქციეს. მე გულახდილად გეტყვით. ოჯახის ყველა წევრი, ვინც უსამართლოდ არის და უსამართლოდ არასწორია ალბათ. ვისაც მოხვდა ან მოხვდება დასავლეთის ხელუყუღმა არტყმული ხელი მათი ოჯახის წევრის, პირველყოვლისა და სასანქცირებელის მიმართ, მე ეს ოჯახის წევრები უსამართლოდ ჭყალებში თუ ჭყალებოთ შემოჩაგრულები მე მეწოდება, მაგრამ აქ ამბავის სხვა რამეა. ეს არის საერთაშორისო, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. დიახ, როდესაც მე მივქარავ, ჩემი შვილიც უნდა იყოს დასანქცირებული იმის გამო, რომ ჩემმა შვილმა ვერ მოახდინა ზეგავლენა ჩემზე და ამ ჭაობიდან არ მომაყოფინა ფეხი და ნადურთი ცხვირი. ეს ერთი ნადურთი თავი თუ გდებოთ ასე ვიტყვი, მოკლედ ჭაობში რო ვეფლობოდი, არ მომკიდა ხელი და არ მომათრია. მეორე, თუ ჩემი შვილი მე დამატებით აპრავებს ამ ყველაფერს, თქვა თუ არა ეს იყოფილა ჩემი შვილის, მაგრამ აქ თავარი სხვა რამეა. თუ მე ვარ კორუმპირებული და მაქვს ოფიციალური ხელფასი, პირობითი ხელფასი ცხადია 4000 ლარი, მაგრამ ჩემი შვილი სწავლობს არ ვიცი, უცხოეთში.
და ესეთი ბევრია, პრაქტიკულად ყოველ მეორეს ქართული ოცნებიდან ან ამ კლანიდან ასე ხავს შვილები, ხო? და ეს შვილი სწავლობს კორუმპირებული ფულით. აი, ღარიბაშვილი შვილი სწავლობს კორუმპირებული ფულით. იმიტომ რომ ჩვენ მქონდა ვიდეო ბლოგი რამდენიმე ხნის წინ, ღარიბაშვილს უკეთია $100,000 მაჯის საათი. ფირმა ბრენდი არ მახსოვს. $100,000. ღარიბაშვილი საკუთარ თავისუფლებას აძლევს, მამამისი ფორმალურად რომ სამთავრობო ბორტი დაიქირავოს და გადაფრინდეს შეერთებულ შტატებში. აი, ზენა რა კარგია რა. ხო? არა, მას სიმწრის ნაშოვნი კი არა აქვს ის პირობითად ლაპარაკობ. $100,000 შვილის სწავლისთვის. არა, მას აქვს ეს ფული და შესაბამისად მომიტევოს შვილმა, რომელიც მე მეწოდება, რაც საკვირველია, მაგრამ მანაც უნდა როგორი სიტყვა მოვიფიქროთ ახლა, სღოს. მანაც უნდა სღვიოს არ არის, ხო მეგობრებო, სწორი, სღოს. მანაც უნდა აგოს პასუხი, მანაც უნდა გადაიხადოს. დიახ, ძვირი ჯდება ყველასთვის ის მშობლების, იმ მშობლების მსახურება ქართული ოცნებისათვის, რომელმაც გადაუხვია კურსს, ქვეყნის კურსს, დასავლეთის კურსისაგან გადაიყვანა, რელსებიდან გადაიყვანა ქვეყანა და ამასთან ყველაფერთან ერთად უღალატა აი ამ შვილებს. და თუ ვინმესკენ უნდა მიმართოს შვილმა და არა გრიტიშვილმა, შვილმა და არა ღარიბაშვილმა, შვილმა და არა ვინმე რომელიმე დასანქცირებულმა დეპუტატმა თუ მთავრობის წარმომადგენელმა თუ ასე ისრები დასავლეთისკენ კი არა. უნდა მიმართოს, რა საკვირველია თავმოყარი მშობელი მამისა თუ დედისკენ, რომლებმაც ესეთი რამ ჩაიდინეს შვილების წინააღმდეგ, მათ აიღეს მახვილი და ჩაარტყეს ზურგში შვილების განათლებას, შვილების სწავლას, შვილების მომავალს, ქვეყნის მომავალსაც და იმიტომ რომ ეგონი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეგონათ რომ აი თვითონ კარგად იქნებოდნენ და ჩვენ კი ხელგაწვდილებს უნდა გვიარა სათხოვნელად იმისა რომ იქნება და ვინმეს კონდეს დაფინანსება 4,000 პირობითად ლაპარაკობ. ხო ეხა ისევ რიცხვებს 4,000 ოდენობით რომ ჩვენ ვიყიდოთ რაღაც $1,000 ოდენობით 3,000 5,000 ჩვენ ვიყიდოთ რაღაც ელემენტარულ სამედიცინო მეტნაკლებად კარგი ჯანდაცვის პაკეტი გქონდეს იმისთვის რომ შვილებს მომემსახუროთ ჩვენივე შვილებს მომემსახუროთ. ან ავიც ციგნია ეხა ჩემ წინ ციგნი ვიყიდოთ ან რაღაცა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო აი ამ ამბავში ვიყავ თვითონ პრივილეგირებულები იყვნენ. ხო ეხა ისევ ამერიკას მიუბრუნდეთ თუ არ მიუბრუნდეთ არ ვიცი აღარ მახსოვს უკვე სიმართლე აღარ მახსოვს კი არა კარგად ვიცი რასაც უნდა ვილაპარაკო საბოლოო ჯამში მაგრამ მაინც ვილაპარაკოთ თუ არა რომ ეს რასაც წავიკითხე პუტინს უთქვამს რომ მიუხედავად მისი გარეგნული სიმშვიდისა და თავშეკავებულობისა ყოველთვის აქვს სურვილი ვინმეს დაარტყას მაგრამ თავს იკავებს. ერთჩვენიერ დღეს პუტინი ერთი მოკვდება, მაგრამ სანამ მოკვდება, მანამდე შეიძლება მართლა უტყუნოს ნერვებმა და ვინმეს დაარტყას. კარგი იქნება თუ შემოჰკრავს ხელუყუღმა მედვედევს. მედვედევი თუ დაარტყავს ლავროვს, ეს ფლად კარგი იქნება, ლავროვი თუ დაახჭობს პუტინს, ეს კარგი იქნება და ასე შემდეგ, ეს რუსეთში. ხოლო აქ კითკასში მოთავსებულებმა არქიფო სეთურის პატარა ცხოველუკებმა დროა უკვე დაიწყონ ერთმანეთის ჭამა. იმიტომ რომ მათ შორის უფროსი ვინც არის, ხო, ის აუცილებლად გადაჭამს ყველას და სუდან ბავში აღმოჩნდებიან. ამიტომ ან დაარტყან ვინმეს, ან ასე შემდეგ. სანქციები იქნება მეგობრებო, ამის თქმა მინდა. იმის თქმაც მინდა რომ უკრაინა გაიმარჯვებს, იმის თქმაც მინდა რომ რუსეთი ვერ აღწევს თავის დასახულ მიზნებს და იმის თქმაც მინდა რომ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამ რთულ დროებას უნდა გავუძლოთ ჩვენ პატიოსანმა მოქალაქეებმა და პატრიოტებმა ამ ქვეყნის ამივიდეს 19 წამამდე 7 წამიც და დაგემშვიდობებით. ნახვამდის.